გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური თამაშის რა სადროდის მოსწავლეთა საშემოდგომო სესია დასრულდა. ღონისძიებაში 16 სკოლა მონაწილეობდა. სამი გამარჯვებული გუნდი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის კულტურის სამსახურის მიერ დაწესებული პრიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა. პირველი ადგილის მფლობელს კი ბროლის ბუ გადაეცა. ძალიან მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ ჩვენ მაგმა დაიკავა როსროის ფინალში პირველი ადგილი. წინასწარი გრძნობა ქონდა ისეთი, რომ ვინაიდან რადგანაც პირველი ადგილით გადავედით ფინალში, ქონდა იმის მოლოდინი, რომ შეიძლება გამარჯვება მოგვეპოვა კიდეც, მაგრამ წინა წლებში ქონდა ისეთი შემთხვევები, რომ ვერ მოვიპოვეთ პირველი ადგილი და ოდნავ შიშიც ქონდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ გავხდით პირველ ადგილოსნები, მეც თვითონაც მოვიპოვე საუკეთესო მოაზროვნის ჯილდო. ზოგადად ტური იყო ძალიან საინტერესო, კითხვებიც იყო კარგად შედგენილი და რა თქმა უნდა მომავალ წელს გავაგრძელებთ ასპარეზობას და წარმატებას ვუსურვებ ყველას. მეოთხე სკოლისთვის ეს მეხუთე სასკოლო ჩემპიონობა იყო. ყველაზე მეტი 5 ჩემპიონობა აქვთ მეოთხე სკოლას და ბაკურციხის საჯარო სკოლას. სასკოლო სერია გაგრძელდება გაზაფხულზე ახალი სერიით და მე უბრალოდ მადლობას ვეტყვი ამ თამაშის ორგანიზატორებს, ჩვენი მუნიციპალიტეტის მერის კულტურის სამსახურს, რომელმაც ორგანიზება გაუწია და ბოლომდე ესე იგი უზრუნველყო სკოლის მოსწავლეებისთვის აი ამ სახალისო, საინტერესო, შემეცნებითი და გასართობი თამაშის თავიდან ბოლომდე დაორგანიზება და რაღაცა მომეწონა, კარგი ნაკადი იყო, იმიტომ რომ შემოდგომის სერია იმით გამოირჩევა ხოლმე, რომ ახალი გუნდები მოდიან, ახალი ესე ვთქვათ შემადგენლობით დაკომპლექტებული გუნდები და გაამართლა საკმაოდ საინტერესო სერია იყო.